ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართული ოცნების მთელი ხელისუფლება ამ დრომდე დუმს რუსეთის ანექსიურ პროცესებზე. დღეიდან უკვე რუსეთი ოკუპირებულ სოხუმთან რეგულარული ავიამიმოსვლას იწყებს. ამ თემაზე აკეთებს განცხადებას პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი თეონა აკუბარდია, მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. დღეიდან რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისო ფუნდამენტური ნორმების საწინააღმდეგოდ, სრულიად უკანონოდ იწყებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ აფხაზეთთან სოხუმის აეროპორტში, რომელსაც არ უფუნქციონირია ომის შემდგომ და რომელსაც არ გააჩნია საერთაშორისო კოდი 2006 წლიდან. ოკუპირებულ აფხაზეთში ეს კიდევ ერთი დამატებითი გამოხატულებაა რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების, თუმცა მაშინ, როდესაც ივანიშვილის ოცნება დასავლეთს და გამოგონილ გლობალური ომის პარტიას უცხადებს ომს, კიდევ უფრო მკაფიოა მათი სიცრუე სუვერენიტეტის გამტკიცებასა და მათ შორის სუვერენიტეტის დაცვის ირგვლივ. ბუნებრივია ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას ოცნება ჩუმით თანხმობით ხდება, რამდენადაც დღემდე არც ერთი საჯარო განცხადებით არ დაუგმია მაკა ბოჭორიშვილს ეს ანექსიის ახალი განზომილება და არც ერთხელ საჯაროდ არ მიუმართავს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. მედიაში გამოქვეყნებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება საგარეო დუმილის ფონზე არაფერია, მით უფრო მაშინ, როდესაც ირღვევა საერთაშორისო პრინციპები და როდესაც ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტური და ძირითადი პრინციპები არის დარღვეული და როდესაც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო მექანიზმები ნამდვილი სუვერენიტეტის დასაცავად, თუმცა აგერ უკვე 2 წელია პირადად მე უშედეგოდ ვითხოვ რეაგირებას და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელმაც ამ ნამდვილ სუვერენიტეტს მხარდამჭერი მეგობრები მტრად შერაცხა და ამით დაადგა გზა, სადაც მხოლოდ პარტიის სუვერენიტეტს იცავს ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ. მიუმართავ საქართველოში დასავლეთის აკრედიტებულ საელჩოებს, რათა მხარდამჭერი განცხადება გააკეთონ საქართველოს სუვერენიტეტისადმი, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო უწყება მათ ამ თხოვნით აღარ მიმართავს და მათ შორის მინდა მიმართო ჩვენ თანამოქალაქეებს, ვისთვისაც საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული ინტერესია. დაინახონ სხვაობა პარტიის და ქვეყნის სუვერენიტეტს შორის, რათა დავდგეთ ერთად და ყველაფერი ვიყენოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად, ისე როგორც საქართველოს ეს გაცხადებული აქვს არაერთის საჯაროდ, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დემოკრატია და ევროპული მომავალი, რომელიც ამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საუკეთესო შესაძლებლობა გახლდათ. ეს კიდევ ერთხელ მოითხოვს ჩვენგან ამ ერთად დგომას და დაცვას შესაბამისად კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოგმართავთ, რომ გახარია საქართველოსთვის წევრის თეონა აკუბარდიას განცხადებას ისმენდით.